დაბრძანგო. ისიც. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ გავაკეთეთ ახალი არხი Digital Marketing Georgia, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ აბსოლუტურად ყველა თემაზე, რაც ეხება ციფრს და ციფრულ ეკონომიკას. Digital marketing. Digital marketing-ს, დიახ. მე გახლავართ დავით კალანდაძე, ჩემ გვერდით კი ზის ბატონი დავით ქარდავა, ჩემი მასწავლებელი და ამჟამად უკვე ბიზნეს პარტნიორი და დღევანდელი ჩვენი სალაპარაკო თემა იქნება Facebook. რა სიტყვის ბატონო? იმიტომ მომარჩიეთ, მეგობრებო, მოგესალმებით, მეგობრებო. კარგი მიდეთ და მოგილოცოთ დაწყება, ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ. გაიხარეთ ბატონო, მეც გილოცავ. თან გურულ, მეგრულ მას კავშირსაც ვაღდგენთ ერთდროულად. იმიტომ რომ საერთოდ ეს სფერო, ციფრული სფერო, ძალიან საქართველოში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. და ამიტომ ჩვენ გვინდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი სწორად გააზრებაში, ცოდნის მიღებაში და რაც თავარია, ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ, სარგებლიანად გამოიყენონ ყველა თქვენთანგანმა სოციალური ქსელები და ინტერნეტ რესურსები და ყველაზე პოპულარული არის Facebook. და იმიტომ საქართველოში დღესდღეობით ეს არ ნიშნავს, რომ სხვა არაა, მაგრამ ეხლა სხვა დროს სხვა თემებზე ვილაპარაკებთ. ესე იგი დღეს შევეხოთ მოდი Facebook-ს. Facebook-ს, კარგი. ბატონო დავით, შეგიძლიათ უბრალო ენით აგვიხსნათ, რა არის ეს Facebook-ი, როგორ აქტიურობენ საქართველოში, რისთვის იყენებენ მას, რა დანიშნულება მიანიჭეს ქართველებმა, ასე ვთქვათ, ამ აქტუალურ სოციალურ ქსელს. ეხლა ძალიან ისტორიაში რო არ შევიდეთ, Facebook-ი, საერთოდ სოციალური ქსელები როგორ შეიქმნა, ჩვენ ამაზე გვაქვს სხვადასხვა ჩაწერები ტელევიზიაშიც ჰქონდა, ბევრი ინფორმაცია გამოვფინეთ, მაგრამ ეხლა ძალიან დავაკონკრეტოთ, ხო? Facebook-ი. ჯერ ერთი Facebook-ი გახდა პოპულარი მთელ მსოფლიოში, მარტო საქართველოში კი არა. საქართველოში დარეგისტრირებულია სადღაც 1400-მდე, არა, 1,400,000 IP მესამართი. 1,400,000 წარმოიდგინე. ესე იგი, ნახევარი საქართველოს, ის ვინც წერა-კითხვა და კომუნიკაცია ეხერხება და რაღაცნაირად იყენებს აი ამ ინსტრუმენტებს 1,400,000. ეხლა რა ჯგუფებია? მოვიფიქროთ. რა ჯგუფებია? შენ რას პირველ ჯგუფს რომელსაც დაასახელებ? პირველი ჯგუფი რისთვის იყენებენ? ხო, აი ვინ არის წარმოდგენილი Facebook-ზე? ყოველ შემთხვევაში ახლა როგორ შეიძლება უწოდო, არ ვიცი, მაგრამ ის კატეგორია ადამიანების, რომლებიც ჭორაობისთვის იყენებს სიტყვაზე Facebook-ს, როგორ შეიძლება მას? მე გთავაზობ პოზიტიურად დავიწყო. პოზიტიურად. მაშინ ის ვინც საქმით არის დაკავებული და marketplace-ზე, ეგრეთ წოდებული Facebook-ის marketplace-ით ყიდის პროდუქტს. ესე იგი, ის ადამიანი, ვინც მიხვდა, რომ Facebook-ის საშუალებით შეიძლება მოახდინოს გაყიდვები, ფული გამოიმუშაოს, ხო? და დაიწყოს გამოყენება Facebook-ის ინსტრუმენტები, იმიტომ რომ Facebook-ზე აკაუნტის გარდა არის სხვა ინსტრუმენტები. ხო, ისე კაი რაღაცა ახსენეთ საკუთარი გამოცდილებიდან, ჩვენ რო კლიენტებს თავაზობთ ჩვენ მომსახურებას, ხშირად ეშლებოდათ საიტი და პროფილი. Facebook-ს ხო ბევრი აქვს ინსტრუმენტი, პროფილი ცალკეა, ჯგუფი ცალკეა, პეიჯი ცალკეა, ივენთ მოდული, ყველაფერი ცალკეა, მაგრამ ყველაფერი რატომღაც საიტი ეჩვენებოდათ. იმიტომ რომ ცოდნა არა. მე კიდე არის ერთი ჯგუფი ის TikTok-ზე განსაკუთრებით Instagram-ზე და Facebook-ში, რომლებიც რაღაცა იციან და როცა შენ ელემენტ გახსოვს ჩვენ რომ smartphone-ის გამოყენების ის რომ დავიწყეთ სწავლება. ექსპრეს კურსების ჩატარება. ხო, ექსპრეს კურსების რომ ელემენტალური, აი როგორ გამოიძახო ტაქსი, როგორ და დაიწყეს დაცინვები დაიწყეს. გამოხმაურება სერიოზული. არა, გამოხმაურება ხო რა თქმა უნდა. ხო. მაგრამ აი ესა ის ეხლა რისი თქვა მინდა. ამ მილიონ ნახევარი IP მისამართი ვინც Facebook-ზე ზის, თუ წევს, თუ იმყოფება იქ, სხვადასხვა მიზნები აქვს ყოველივე მათგანს. ეხლა ავიღოთ ყველაზე პოზიტიური საქმიანი ხალხი და აქ, იმიტომ რომ ჩვენ კლიენტები, ჩვენ რა თქმა უნდა ამას ახლა ვიწერთ, იმიტომ რომ თქვენმა ზოგიერთმა თქვენთაგანმა ვინც
საქმით არის დაკავებული, ვისაც უნდა გამოყენება, ვისაც ესმის დროის ფასი, ესმის შრომის ფასი, ესმის ფულის ფასი და ესმის რომ დღევანდელ სწრაფად სვალებად ცხოვრებაში და როდესაც უკვე ნეიროსისტემები უგვიტევს ყველა მხრიდან და იმდენად სწრაფად ვითარდება და ადამიანმა ჯერ ეს მინიმალური ძალიან ისეთ განსაკუთრებით საქართველოს. ეხლა დაიწყო მთავრობამ რაღაცა, ეხლა დაიწყო ვიღაც პერსონალურმა თქვა სპორტსმენებმა და ვინც ბლოგერებში ხო ხვიჩა კვარაცხელია. ხო, იმიტომ რომ როგორც კი გამოჩნდა ხვიჩა, უცბად ამუშავდნენ YouTube-ში, ქართველი ბლოგერებიც ამუშავდნენ. ქართველი და სხვა ქვეყნის ბლოგერებიც. იმიტომ რომ გამოჩნდა ბრენდი, გამოჩნდა პერსონა, რომელიც პოპულარულია და ხალხს აინტერესებს და ამას ეს ბუნებრივი ელემენტია ბაზრის. ამიტომ Facebook-ზე ეგრე როგორც გამოჩნდება ჯგუფი ხალხის, რომელიც მართლა ტვინით დაიწყებს მოქმედებას და არა ეშმაკობით და რაღაცეებით მანიპულაციებით. ხო. მარტო ქსელურ მარკეტინგს ყველას ახასიათებს, კოუჩებს და გინდა გამოიმუშავა მილიონი ისე რომ არაფერი არ ჩადო, არაფერი არ გააკეთო და ხალხს უგნია აი მართლა გამოიმუშავა. ამიტომ კვარაზე დავავტაროთ, იმიტომ რომ კვარა ძალიან პოპულარულია ყველგან, სადაც იქნება, მაგრამ კვარას აქვს რამე სისტემა. სოციალური ქსელები აქვს, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, მაგრამ სისტემა არ აქვს, ეს ყველაფერი მასზე არ მუშაობს. პოპულარულია ძალიან, მაგრამ იქ Instagram-ი ვიღაცა მართავს, იქ რაღაც Facebook-ზე რაღაც ოფიციალური ის გააკეთა, მაგრამ მონეტიზაცია ახლა წარმოიდგინე ერთ წუთას კვარას ეს პოპულარობის ეს პროცესი რო ძალიან სწრაფად ვითარდება, როგორ შეიძლება კვარამ დამატებითად კიდევ გამოიმუშაოს ფული? საკუთარ ბრენდს თუ შექმნის. თუ შექმნის ფორმალიზებას თუ გაუკეთებს და აფიქსირებს, ხო, მაგრამ თავისი საიტი რო ეს ცალკე თემა ამაზე კვარაზე ვილაპარაკებთ ცალკე. იმიტომ რომ ეს იმხელა ფიგურა და არა მარტო კვარა, ეხლა მთელი და ესეც დაეხმარება ჭკვიანური, სწორი, ტექნიკურად გამართული, ალგორითმულად სწორად შედგენილი, ეს მათ დაეხმარებათ, იმიტომ რომ დღეს პოპულარული ადამიანი და ამ პოპულარობაში შეიძლება ფული გამოიმუშაოს. იმიტომ რომ ხვალ მერტო დაიფაროს ტრამვა, მილიონი რაღაცაებია, ხო, მithumet სპორტსმენების ცხოვრება არა გრძელ, ხო. ამიტომ დაუბრუნდეთ ისევ Facebook-ს. დათო Facebook-ზე ჩვენ მე და შენ ხო ვიცით და უმრავლესობა გაიგებს ვისაც უნდა. მე გთავაზობთ მეგობრებო, რომ ვისაც მოწონს ჩვენი თემა, თუ მოგწონთ დაალაიკეთ. თუ მოგწონთ დაალაიკეთ და კომენტარი დაწერეთ. თუ მოგწონთ კომენტარსაც თუ დაგვიწერთ, გაგვიზიარეთ. გააზიარეთ თქვენს მეგობრებს აჩვენეთ. იმიტომ რომ ჩვენ რამდენიც მეტი ხალხი ამ ელემენტად ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაც ჩვენ ვაუ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ ახლა და ვაუ რაღაცები ჩვენ ვიცით ის ყველა სიტყვაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა რასაც გეტყვით ყველაფერს გაკეთება შეგვიძლია კონკრეტულად როგორც ვებ ვერსიაში როგორც ნოუთბუქში ისევე smartphone-ში ასე რომ ის ვინც twins ჩართავს მე პატრონები ბიზნესის საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელები პარტიული მუშაკები თქვი პოლიტიკოსები ხელოვანები ჟურნალისტები მასწავლებლები საქართველოში დათო ჟურნალისტებს თავისი საიტი არ აქვს თავის ფანქრი წერენ არ გეწყინოთ ახლა თუ გინდა ცოტა გეწყინოთ იმიტომ რომ გეუნებით რამდენთან მივედით გეუნებით YouTube-ის არხს გაიგეთებთ საიტს პერსონალურს ეს სისტემას აგიწყობთ Gmail-დან დაწყილი და საიტით დასრულებული. დაწყილი. Gmail-დან დაწყებული. გურული ვარ არ მიწყინოთ. Gmail-დან დაწყებული და საიტით დასრულებული. ხო, პერსონალური საიტიდან და ეს ყველაფერი შეერთებული. მაგრამ რა იქნება დათო იცი? მოვა დრო, ეს მოდის უკვე დრო. ძალიან მალე მოვა. მასკი რო შემოიჭრა. ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, ზოგი რაღაცას აფიქსირებს თავის აზრს. ხოჭი ჩუდა პოპულარული. აზრის დაფიქსირება. და დააფიქსირო. თან დემოკრატიულ საქართველოს თავისუფლები რო ხართ, აუცილებლად ჩვენი აზრი უნდა გქონდეს. და რომ წარიწოდე. რომ წარიწოდე.
ცირედში ერკვევი და უკვე პროფესიონალი. უკვე თუ დააწყაპუნა ეს იცი, უკვე პროფესიონალი და შედეგი 0. ამიტომ Facebook დავიწყოთ. ეხლა აი Facebook-ი დავღეჭოთ ყველა შესაძლებლობა. პირველი რა არის Facebook-ის საიდან იწყება Facebook-ის შექმნა? პირველი იქნება პროფილით. პროფილი. Gmail ჯერ უნდა შეიქმნას, სულ თავიდან იქნება ჯერ Gmail-ი და მე იმ Gmail-დან უკვე ვქნით Facebook-ის პროფილს. ხო, ნუ Gmail-ი ნებისმიერი ის, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ Gmail-ს და Google-ს, თქვენ რო იცოდეთ. Google-ის პროდუქტს. ხო, იმიტომ რომ Google არის მონსტრი. Google თუ იცის კარგად, მეგობრებო, ადამიანმა იმან იცის კარგად ინტერნეტი და იცის ესმის და შეუძლია თუ ყველა სერვისი არ იცის, შეუძლია სწრაფად გაერკვევას. იმიტომ რომ მას ექნება ციფრული აზროვნება. ციფრული აბსოლუტურად. ესაა პირველი რაც უნდა, იმიტომ რომ მეგობრებო, ხანდახან აი ეხლა ცოტას განზე გავალო. მეგობრებო. ცოტა ლირიკული გადახვევა. ცოტა ლირიკული გადახვევა, ხო. იმიტომ რომ როდესაც ვხედავ, აი ზოგიერთი დიდი წლოვანი ხალხი, გამოცდილი, ნიჭიერი და ჩვენ ახლა გავაკეთებთ საქართველოს გარდაქმნით მეკად აქ პორტალებს რას ლაპარაკობენ? თვითონაც არის. სასწაულია და მართლა ჯერა. და ცუდი კიდე ისაა რომ ხალხსაც აჯერებენ. ხო, აჯერებენ ამას. აჯერებენ ჩვენ ახლა შევქმნით იმას და საქართველოს გახდება. კაცო, საქართველოს მართლა შეუძლია გახდეს, მაგრამ შენ ლაპარაკობ იმას, რისი გაკეთებაც არ იცი. ჩვენ კიდევ ლაპარაკობთ იმას, რისი გაკეთებაც ვიცი. ვიცი და შეგვიძლია გაკეთება, იმიტომ რომ შეიძლება თეორიულად იცოდე. მაგრამ პრაქტიკულად არ შეგეძლოს. ჩვენ ორივე შეგვიძლია. შეგვიძლია ისიც რომ ვასწავლოთ. თუ რა თქმა უნდა სრულია. თუ სულ, მაგრამ ახლა სწავლება შევეშვათ, იმიტომ რომ საქართველოში სწავლება ჯერჯერობით სანამ პოპულარული არ გავხდებით, სანამ ყველა ისეთ მეგობრებო, ისეთ ხალხს ჯერ პრობლემებს გამოვაშუქოთ, გამიგე? იმიტომ რომ ისე პროფესორი, პროექტორი, პრორექტორი აზრზე არა ეს რა არის? აზრზე არა. პოსტის ზოგმა პოსტის გამოყენება არ იცის, წარმოიდგინეთ. ისეთ პროფესორს და ასეთ კათედრის გამგეს და პრორექტორს და რექტორს ავტორიტეტი ექნება? აი შენ რო ხედავ შენ მასწავლებელმა ან პედაგოგმა ან კათედრის ნებისმიერ ადამიანმა არ იცის კომპიუტერის და სოციალურ ქსელების და ინტერნეტ რესურსების გამოყენება. ნახა, არ მინდა ცოტა გავმივიდეს. რა თქმა უნდა მე პატივს ვცემ მიუხედავად ამისა, მაგრამ ამ საკითხში მე ჩავთვლი თავს დომინანტად. ავტორიტეტს კარგავს ის ადამიანი ჩემთან. იმიტომ რომ თანამედროვე ინსტრუმენტია. თანამედროვე ინსტრუმენტია. ლაპარაკობს ცარცი წერენ დღეს, მეგობრებო, აი თქვენ ახლა ვინც გვისმენთ, შეკითხეთ თქვენ შვილებს, სტუდენტები იქნება, მოსწავლეები იქნება. მე ვიყავი სკოლაში, არ დავასახელებ სკოლას, ერთ-ერთ სკოლაში, სადაც სკოლაში თუ უნივერსიტეტში? არა, სკოლაში, რო ვიწყებდი. და ჩვენო ეს დაყენებულია ინფორმატიკის კლასი გვაქვსო, მართა ეს მიშას დროინდელის შაშკინიო თუ შიშკინიო თუ ვიღაცა რო იყო, სერვერი გააკეთეს, ფული ჩადეს, კომპიუტერები, ყველაფერი რა, მოკლედ ინფორმატიკის კლასი კარგი იყო. მაგრამ ასწავლიდა ფსიქოლოგი ასწავლიდა ინფორმატიკას. რა იღებს царც, დიდი царცი ესე. ფერადი царცი იყო. ხო და წერს, ბავშვებო, ჩაიწერეთ. Word-ი, ხრიჭ, Word-ი ეს არის Microsoft Windows-ის ერთ-ერთი სერვისი, რომლის ეს არის ტექსტური რედაქტორი, რომლის მიზანია და ამას ყველაფერს წერს царცი და ბავშვები წერენ. საოცრება პირდაპირ. ესე იგი გადამემართა დათო, იცი რა და რა მეთქვა დირექტორისთვის როგორ მოგეწონათ მოთხრა. ეს იგივეა, ეხლა ცურვა რო ასწავლო ადამიანს ლეიბზე კი არა, თეორიულად ასე, царცით რო ეხლა царცით გაუსვა ეს ხელი ასე, უნდა აციო, დახატო ეს ხელი. და წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაციას, ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ასე რომ ეს პრობლემა არის უდიდესი პრობლემა.
ჩვენ ამას ვაშუქებდით, სადაც შეგვეძლება, მაგრამ ეხლა გადავედით, რახან ჩვენ გვიდა შევქნათ ესეთი კომპანია, იმ კვირაში უკვე უნდა შევქნათ. ეხლა პასაპარტნიორო ჯგუფს ვამზადებთ. ხო და ამიტომ ჩვენ გვიდა წარმოვაჩინოთ ყველა მინუსები, ჯერ მინუსებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ როცა პრობლემა არის, მერე ჩვენ ეს პრობლემა გადაგვაქვს კონკრეტულ ამოცანაში და მერე იწყება იმ ამოცანის ამოხსნა, იმიტომ რომ ვეძებთ ამოცანის გზებს. იმიტომ რომ პრობლემის მოგვარება ეს თვითონ ტერმინიც უკვე არასწორია. ადამიანი პრობლემამ შექმნა ფაქტობრივად. რა ნიჭიერები არიან გურულები, აგიჟდა. იგრძნობა მაინც მეგრული გავლენა. გავლენა. კარგი გაგებით. ამ სიტყვის კარგი გაგებით. დათო, ეხლა მე მინდა კითხო შენ. ანუ ეს პირველი ეტაპი პროფილის შექმნა ეს ეხლა პროფილის შექმნაზე მე კიდე ჯერ პრობლემაზე მინდა რატო იცი? რატო იცი? ეს ჩვენ კარგად ვიცით და ამას უცებ ძალიან კონკრეტულად შეგვეძლება ეგრე. ტელევიზორს ჩავთავთ რაღაცას ვიზუალიზაციას გავაკეთებ ყველაფერს. აი მე შენ ხარ 20 წლის, სტუდენტი ხარ, სწავლობ, ხედავ შენს მომავალს, ხო, გინდა განვითარდე. აი შენ რა აზრი გეუფლება, როცა ხედავ ადამიანს აკაუნტი აქვს გახსნილი, მაგრამ აწყობილი არ აქვს. სასტუმროს ან რაღაც ბიზნესმენს, ან ბიზნეს ჯგუფს აქვს ბიზნეს პეიჯი, ხო, ბიზნეს გვერდი, მაგრამ გამართული არ არის. გამართული არაა. და ასე, ტარგეტინგს ვინც აკეთებს, ასე თუ ისე ისინი მათ ესმით ეს პროცესები. აი შენ რა აზრი გეუფლება, აი რას გრძნობ, ამას ყველაფერს ვხედავ. იმას გრძნობ, რომ საქართველოში არის ტოტალური უცოდინრობა ამ სფეროში და ამ საკითხში. და საერთოდ არ არის ისეთი დაწესებულებები ან ადგილი ან ადამიანები, ახლა ჯერჯერობით ხედავ ხოლმე ჩვენ თავებს, ვინც დეტალურად ასწავლის ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ უნდა ჯერ შექმნან, მერე ააწყონ, მერე განაახლონ, კონტენტით შეავსონ, გააერთიანონ სხვა სოციალურ ქსელებთან და ბოლოს უკვე გამოიყენონ ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ თავიდან გაიმეორე როგორ 6 პროცესი მოკლედ. პირველი არის შექმნა, უნდა შექმნა Gmail-ი, რომ მერე იმით Gmail-იდან უკვე შექმნა სხვა პოსტა ვთქვა. პოსტა ჯობია Gmail, იმიტომ რომ ეს ჩვენ ვანიჭებთ პრიორიტეტს Gmail-ს, იმიტომ რომ Gmail-ი Google-ის პროდუქტია და Google-ი არის ნომერი პირველი. პირველი მოკლედ არის შექმნა. შექმნის შემდეგ ჩვენ უნდა შექმნა რეგისტრაცია. უნდა დაარეგისტრიროთ, ხო? თქვენი პროფილი. შექმნა რეგისტრაციის შემდეგ უკვე უნდა ავაწყოთ ეს პროფილი. როგორც გიტარა უნდა იყოს აწყობილი. აუწყობელ გიტარის გარეშე ვერ დაუკრავ. მერე მესამე პროცესი, როდესაც ავაწყობთ უკვე ამ ჩვენ პროფილს, უნდა შევავსოთ კონტენტით. ესე იგი კონტენტი უნდა იცოდე როგორ უნდა შეავსო. ზოგადად კონტენტი არის ყველაფერი ის, რასაც ხედავ. ნუჩქარობ, დათო. ხო. ეხლა მე დაგისვამ კითხვას, აი უნდა შევავსოთ კონტენტი. ესე იგი ეხლა რა არის კონტენტი? კონტენტი არის ყველაფერი ის, რასაც თვალით ვხედავთ, ყურით გვესმის და ვკითხულობთ. ვსო, ნახეთ მეგობრებო, ეხლა თქვენ პატარა მასტერკლასი მიიღეთ გურულისგან. ესე იგი, რა არის კონტენტი? ზოგიერთი, აი კონტენტი და ბიძახის და მე ისეთი მაგალითები მოყავს. კონტენტის განმარტება არის ასეთი. ყველაფერი, რასაც ხედავ, რას გესმის და რასაც კითხულობ. აი მოძრაობა ეს ყველაფერი ეს რაც ინტერნეტში შეგიძლია დაინახო, წაიკითხო, მოусმინო, არის კონტენტი. ნახეთ რა მარტივია. ეხლა რამდენი სახის კონტენტი ვიცით? ფოტო ხედავთ, ვიდეო ყველაზე კარგია გვესმის, ხედავთ და ზოგჯერ ვკითხულობთ კიდევაც. ტექსტური მასალა, სკრინშოტი. ვიდეოზე გეტყვი, ბილ გეიტსმა თქვა, ძალიან ჩემი გმირი არა ბილ გეიტსი, მაგრამ მონსტრია ხა, გასაგებია. და მან თქვა, რომ 25 წელს, 2025 წელს 80% კონტენტი იქნება ვიდეო. ესე იგი რა უნდა შევისწავლოთ? ყველაფერი აბსოლუტურად. ვიდეოს, წერა კითხვა. წერა კითხვა, ხო და მე ვიდეოები. ესე იგი, ფოტო კონტენტი არსებობს, ვიდეო, ტექსტური მასალა, ვოისებით ხო შეიძლება ჩაითვალოს? აუდიო, ვოისი, ახლა ვოისი შენ ევროპულად ლაპარაკობ, გასაგებია. იგრძნობა ხო? იგრძნობა შენი. გურულები საერთოდ თქვენ უფრო ევროპისკენ ხო. თან ახლოს ვართ. თან ახლოს ხართ ევროპასთან. იქ ხართ მე თქვენს მეგრელა.
ესე იგი, ფოტო, ვიდეო, ჩვენ ც არა ვართ განაცვალე. ჩვენ რაც ვართ. ყველაფერი. ო. მთელი მსოფლიო მეგრული ყოფილა. ნუ ამას მალე ცალკე თემა, ამაზე მოვიწვევთ ჩვენ სპეციალისტებს. კი. ესე იგი, კონტენტზე შევჯერდეთ, რამდენი ტიპის კონტენტი არსებობს? ფოტო, ვიდეო, აუდიო, სკრინშოტებიც, გიფები და შეიძლება სტიკერებიც შეითხოვოს. ნუ, ხო, ყველაფერი, ეხლა დღეს ბევრი ისინია ნეიროსისტემიდან წამოღებული უამრავი ხო, რომ დავიწყოს ჩამოსვლა საღამომდე ვერმოჩვენეთ. მაგრამ ძირითადები, რაც სოციალურ ქსელებში ქულება, სწორედ ესენი არის, ეს 6 კონტენტი. ეხლა მე მინდა ისევ სარეკლამო ჩართვა გავაკეთო. მეგობრებო, ეს თემა საინტერესოა, ეს თემები. ჩვენ ამიტომ მოგწერეთ, გიპასუხებთ უცებ. 24 საათის განმავლობაში ამასთან წევარ მე. ნუ დათო გადაეჩვია უკვე ეს თავის უნდა ლამაზი იყოს და სიმპათიური და მე უკვე ამაზე მეტი ხო, ამაზე მეტი არ არსებობს, ამიტომ მე ეს არაფერს არ დამიმშავებს. 24 საათის განმავლობაში ჩვენ გიპასუხებთ უცებ, მოგწერეთ, თუ გაინტერესებთ პერსონალურ გაკვეთილებს ჩაგიტარებთ. პირადად გასწავლით, თქვენთან მოვალთ. გინდათ 20 წლის გურული, გინდათ 65 წლის მეგრელი. გინდათ ორივე ერთად. ასე რომ, ეს კონსალტინგური ბიზნესმენებს გადაეცით თქვენ აი ბიზნესმენები რო არიან, ხო, თქვენ ბიზნეს ეს ასე იწერება. ბიზნესმენები რო არიან და დრო რო არა აქვთ და უფრო მე დროს კარგავენ, შვილი გაუკეთებს ან შვილი ან ვიღაც რძალიან სიძე აკაუნტს და მე დღეს უნდა იცოდეს ყველამ და ციფრმა მოგვაკითხა, ასე გვიკაკუნებს. ციფრული ლარის რო დაიწყება, კეთება, ციფრული კრიპტოლარის და გადადის მთელი ომი სოფლიოში რაც ხდება, არის დასწრებაზე ვინ პირველი გადავა ციფრზე. ვინ გადაიყვანს თავის ვალუტას, ვინც გადაიყვანს და ვინც თავის სიმდიდრეებს შეერთებს ციფრზე. და ამის შანსი ყველაზე მეტად აქვს რამდენიმე ქვეყანას და ისინი მადლობა ღმერთს, რომ ტვინი ჩაირთო უკვე, ეს ტვინების პარადი დამთავრდა. დამთავრდება. პროცესია, ხო, პროცესია. ჩვენ დავასრულებთ. და დასასრულებელი. ცოდნა, ინტელექტი დაასრულებს ამას. სულ ემოციები, სულ რაღაცები, სულ ნეგატივი ხო ხდება ფობიის დონეზე ისე. ნორმად იქცა ნეგატივი. ხო, ნუ გინება რა. გინება გახდა. ბიჭო, ხო, ცოტას ისტორია. ლირიკული გადახვევა, ხო. და შემ დროს ქუჩაში ცუდ სიტყვას საჯდომს სხვადასხვა ვერ დაუძახებდი. საჯდომს სხვადასხვა ვერ დაუძახებდი. იმიტომ რომ მოგარტყამდა ვიღაცა. დღეს გინება ტელევიზიაში ინტელიგენტი ხალხი ვარო და ხელმძღვანელი ვარო და მსახიობი ვარო და გინება გახდა ეს არის სასწაული ეშმაკი ზინვარებს. ამიგეთ? ნუ ეს როგორ შეიძლება და რაც თავარია ნორმალ ხალხიც აუბამს ამაზე არავინ არ რეაგირებს ან რაღაცა. მან აზრებს აღარ აფიქსირებს. აზრებს აღარ აფიქსირებენ გინებაზე. პირიქით მოწონთ. მოწონთ, იცით ეს რა მაგრა შეიგინა და ვერ გავიგე. მე ისეთი უზრდელობა ახლა არ მინდა ჩამოვთვალო პიროვნებები, არ გვინდა პერსონიფიცირება გავაკეთოთ. თქვენ ძალიან კარგად იცით. ისე აგინებენ დედას, შვილს, ოჯახს, ცოლს. ისეთი ბინძური სიტყვებით ეს არის რა საერთო ესე იგი ეს რაღაც რა არის ეს და როგორც წერ ანახსენეთ ეშმაკი ძალიან მძლავრობს და ნუ ახლა მართალია ჩვენ არ ვართ ესეთი ქრისტიანები როგორებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი და ეშმაკი ძალიან მძლავრობს. ეხლა ამ პროცესში არ შევიდეთ, იმიტომ რომ ღმერთი არის ჩვენთან გულში და სულში. შენ ადამიანი ჩვენ ეხლა შეიძლება კონსტატაცია გავაკეთოთ, მაგრამ თითით არ მივასაუბროთ. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ უფრო სუფთა გახდეს სამყარო, უფრო შედარებით, აი ჩვენ რისი წვლილის შეტანა შეგვიძლია, ის გავაკეთოთ და ის ხალხის როგორები არიან და მაგრამ მე ეს არ მომწონს, როცა ძალაუნებურად აგერ იმაშვები შედიხარ,
აკაუნტში რაღაცა და უცებ გამოჩდება ვიღაცა და ან YouTube-ში არის ისინი რომელიცაც ისეთი ბიჭო ხვალ შემთხვევით რო შეგხვდეს ეს კაცი როგორ უნდა დაჟე მტერი რო იყოს აი მტერი თქვენ წარმოგიდგენთ ეს სტალინმა რო ვინმე შეაგდინოს ვერ გეტყვით არ ვიყავი იმპერიაში არა საერთოდ ზოგადად ალბათ როგორ ასკი სიმშვიდე რა გავავლეთ რა ესე იგი დავბრუნდეთ პირველი არის ნებისმიერ სოციალურ ქსელს და ინტერნეტ რესურსს ჭირდება შექმნა პროფილის შექმნა დრეტირე რეგისტრაცია ეს უნდა იცოდეთ აი ვინც არიცით ეს მიმართეთ გურულს ნუ აი ჩემს მოსწავლეს და 3 წელი ნერვებს მიშლის მაგრამ სისხლი გაუშვე მაგრამ ღირდა ხო გემრიელის მეგრელებს ყველი ელარჯივდა იმას სისხლი ისეთი ელარჯივდა მომდა საჭმელი დაუბრუნდეთ ახლა ბატონო დავით ამ თემას საჭმელი იქნება ესე იგი ნებისმიერ რესურსს ჭირდება შექმნა სოციალურ ქსელების და ინტერნეტ რესურსების აკაუნტი უნდა შეიქმნას ტირე დარეგისტრირდეს ეს უნდა იცოდეთ კარგად ეს რომ იცოდეთ დაგვიკავშირდით ჩვენ 551 970704 598 77 28 77 ოღონდ კაი ნომერია ხო მარტივი ხო დაგვიკავშირდით მოგწონ ვართ მე დამიკავშირდით მოგწონთ დათო მეორე დათო თუ ორივე მაშინ თუ ორივე მოვათ ორივე მეგრული სადაც არ უნდა იყოთ ნებისმიერ საქართველოს და არა მარტო საქართველოს ემიგრანტებთან თქვენთან ჩამოვალთ ჩვენ მობილური ახალგაზრდები ვართ ეხეთ ჩავალთ რა შემოხედა ახალგაზრდები რო თქვი ისე ანუ შენ ყველაზე ახალგაზრდა ირონიული სიცილი იყო ეჭინ უგეპარებად გურულებში ბატონო დავით ხო ესე იგი ადამიანმა ისწავლა დარეგისტრირება შექმნა ნებისმიერ ეს პირველი ნაბიჯი გააკეთა შემდეგი ნაბიჯი რომელია შემდეგი ნაბიჯი ამ შექმნილი პროფილის აწყობა მას აქვს თავისი კანონი რა თქმა უნდა აქვს თავისი ალგორითმიც აქვს ყველაფერი რომ მაქსიმალურად ეს აკაუნტი მუშაობდეს თქვენზე პროფილის მიზანი რა არის იმიჯი არა 5000 ფრენდი მეგობარი იმან გასაზღვრა Facebook-ზე გასაზღვრა 5000 მეგობარი შეგიძლია გყავდეს ეხლა ესე იგი ეს აი Facebook-ის პროფილი და ნებისმიერი პროფილი ეს ბიზნეს ინსტრუმენტია Facebook-ის პროფილი ბიზნეს ინსტრუმენტად არ გამოდგება არა კატეგორიულად არა ეს არის შენი თავის წარმოჩენა ზოგს რო უნდა ის სურათი არ გამოვაჩენ ზოგს სოციალურ ქსელი იმიტომ გეთდება რომ სურათი დადოთ ლამაზი სურათი გაგდოთ ვიდეოები გადაიღო კარგი ტექსტი წარმოაჩინოთ თქვენი თავი როგორც პიროვნება როგორც ქალბატონი როგორც მამაკაცი როგორც მამა როგორც ბაბუა როგორც წარმოაჩინოთ ადამიანურად всё ეს არის პროფილი თქვენი პროფილის მთავარი დანიშნულებაც ეგ არის და დაუმეგობრდეთ 5000 ზოგს მე ვიყენებ მარტო ჩემს კლასელებს უმეგობრდო კლასელები აკაუნტები რო აქვს ო დახურავენ აკაუნტი რა არ გამოვაჩენ იმას არ უპასუხებ იმას ეს სურათი მინდა დავხურო ესე იგი ეს რა ქვია მას გულჩათხრომელი ხალხი არის რა უწოდა ჩაკეტილი ხალხი არა კი ბატონო ჩაიკეტონ მაგრამ რა აზრი აქვს მაშინ Facebook-ზე და ნებისმიერ სოციალურ ქსელში ესე იგი ადამიანმა პირველი ეტაპი დალაიქეთ, დაკომენტარეთ, გააზიარეთ და გააზიარეთ კომენტარით. ეს იქნება ყველაზე კარგი ისა. სხვადასხვა ჩვენ ახლა YouTube-შიდაც დავიწყებთ ახლა YouTube-შიც კი არა, YouTube-ს დავიწყებთ ახლა ჩვენ კეთებას. ის აი ეს კანვაში როა სმაილიკები ის გავაკეთოთ. ხო? გავაკეთოთ. ხო, იქ ყველაფერია. კანვაში ყველაფერია. კანვაზე ცალკე ვილაპარაკებ. ცალკე ყველა პროგრამას განვიხილავთ ჩვენ ცალკე. და სასწავლო გაკვეთილებს დათო შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ მე გაგეწყობთ. ხო, დათო გააკეთებს, მე უფრო რუსულად დავიწყებ ამას, იმიტომ რომ უფრო მე სოხუმელი ვარ და პასუხუმსკიმ აქცენტამ
რაღაცინო. უკაცრავად. ხო და ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ყოფილ საბჭოთა კავშირის იქნება თუ მე ინგლისურადაც გავაკეთებ. ჩვენ შემოგვიერთდება. ეხლა digital marketing ჯორჯიას რო დავიწყებთ კეთებას, პრეზენტაციებს, ტრენინგებს, სემინარებს, ყველაფერს ჩვენ გავჩებით, უნდა გავხდეთ ნომერი პირველი კომპანია საქართველოში. всё, ესაა ჩვენი მიზანი. კონკრეტული ეს გუშინ დავდები სხვათა შორის და რა იმას ვქენი. რო დავდები და QR კოდი რო დავსვი, ვერა ვიღე QR კოდი. და მე მივხვდი რატო ვერ აიღე. ამას მე გეტყვი. ეს ყველაფერი LRG ნონა თოდუასთან ციტრუსში. ყველაზე კაი ეს სარეკლამო ის არის. მესამეები ყოფილან ეს მეგრელები. მე ფული გვიყვარს კი. LRG. ხო, ფული LRG-ს გვიყვარს და ფულიც. ხო. ერთხელ ქალბატონს ვეუბნები მაღაზიაში შევედი და მე ვთხარი ეს პიჯაკი რა ღირს მეთქი და ესო ნუ რაღაც მითხრა 500 ლარიო და მე ვთხარი მეგრელებისთვის რამდენი იქნება მეგრელებისთვის 700-ი რატომ მეთქი და თქვენ ბევრი ფული გაქვთ მეგრელებს მე ვთხარი კომუნისტების როლს ყოდა ბევრი ფული ეხლა სადაღო არაა მაინც მეგრელები თქვენ გიყვართ ერთმანეთს ძალიან კარგად ხალხი ასე რო ფიქრობს ხო კაია ესე მართლა ეს ამაში სიმართლეს ნაწილი არის, მაგრამ ამ პოლიტიკამ ის გაყო ძმები და დები და მამები და შვილები გაყვა სისულელებმა რაც ხდებოდა და მადლობა ღმერთს პროცესი დაიწყო სიტუაციის გაუმჯობესების. და მსოფლიოში ეს სისულელეები ეს რაღაც ეს გაროჩი ეს ხალხი ამ თემაზეც ვილაპარაკებთ სხვადასხვა. ყველა თემაზე digital marketing-ი არა მარტო ციფრ და ციფრულ ეკონომიკას, აი ზოგად საკაცობრიო თემებზეც იქნება. ხო. აქ საუბარი. ხელოვნური ინტელექტზე? ციფრში ხო შედის ბატონო? აბარა. ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე იმდენად აქტუალურია და იმდენად ხშირად იყენებენ. ნუ რა თქმა უნდა, ბევრმა არ იცის მისი დანიშნულება, მაგრამ ჩვენათვის ბევრმა აბსოლუტურად უმრავლესობა. даже ისინი ვისაც იციან, ისინი როგორ ხო იციან, მაგრამ ცდილობენ, უკვე კარგია. კარგია რომ გამოჩნდა კომპანიები, ახალგაზრდები, კრეატიულები, აქ საყურები რო არა, ისინი გაჭობილები, ის მაინც კაია, რომ იწყება პროცესი. ხო, ის გვარსად დავასახელებ. მეც ხო შენ გაიარე ეს პერიოდი. მე გავიარე უკვე. გაიარე. დაუბრუნდეთ Facebook-ს. ჩვენ ვიყავით შექმნა, რეგისტრაცია პირველი ეტაპი გავიარეთ, მერე უკვე აწყობა ჩვენი პროფილის, სადაც შეგვიძლია 5000 მეგობრის სკოლა და ზოგადად პროფილი განკუთვნილია იმიჯისთვის. აი აქ მე მინდა ფსიქოლოგიური ელემენტი დამტო, ვინ მოიწვიო მეგობრად და ვინც შენ გიწევს, ვინ აირჩიო. ეს ცალკე თემაა პრინციპში, ფსიქოლოგია, რომ თუ გესმოდეთ, თუ ადამიანს არ აქვს ტელეფონი, არ აქვს თავისი მონაცემები, იმას არც დაუმეგობროთ, მეგობრებო. იმიტომ რომ ფეიკებია ბევრი, რაღაცებს დებენ, მე აფირისტობაა ძალიან ბევრი, ამაზე ყველაფერზე ვილაპარაკებთ. ამიტომ გვინდა უახლოესი სემინარისგან უნდა ჩავატაროთ ასეთი სემინარია 50 კაციანი, რომ აი ეს ციფრული აზროვნების ელემენტები დავიწყოთ თქვენთვის გაზიარება. დიახ. დავუბრუნდეთ ისევ ეტაპებს. მესამე ეტაპი იყო უკვე კონტენტით შევსება და კონტენტი წერან მახსენეთ რაც იყო, ეს იყო ყველაფერი ის რაც გვესმის, ხედავთ და ვკითხულობთ. სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ რესურსებში. კონტენტის რომელი ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რომელი სერვისია ყველაზე კარგი? კონტენტის შესაქმნელად მაგას გულისხმობ? ხო. მე შემიძლია გითხრათ Canva, იმიტომ რომ Canva გახლავთ ყველა ტიპის კონტენტის კონსტრუქტორ რედაქტორი, იქ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც ფოტოები, ვიდეოები, ტექსტური მასალა, Microsoft-ის პროგრამები ხო იცით Word, Excel. ფაქტობრივად ერთ დიდ პლატფორმაში, Canva-ში არის ჩაქსოვული ეს ყველაფერი. აბსოლუტურად. შეგიძლიათ ლოგოტიპი შექმნათ, შეგიძლიათ პრეზენტაციები გააკეთოთ საკმაოდ ძალიან მარტივად და ბევრი კარგი დიზაინია. მოკლედ, ნუ ამ ეს დეტალური ინფორმაცია პირადად ჩემთან. მე გასწავლით ამ ყველაფერს. ხო, გავზიარეთ ახლა ეს რაც თქვა, დათომ გააზიარეთ ეს, იმიტომ რომ 20 წლისაა და ახლა იწყებს და პადდერშკა გვერდში დგომა საჭირო და საერთო ძალისხმევით მოვახდინოთ ეს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ურჩევნია მამუსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა. დათომ 1, 3, 5 წელიწადში
ჩემზე მაგარი უნდა იყოს, ჩემზე ბიზნესის უნდა ისწავლოს, ბიზნეს ფსიქოლოგია უნდა ისწავლო, ხო დათო? მარკეტინგი, სუპერ ლიდერი უნდა გახდე, ხალხის ორგანიზაცია უნდა ისწავლო, როგორ შეკრიბო ხალხი, გაერთიანო მიზნებისკენ, ლოკალურისკენ, გლობალურისკენ. იმიტომ რომ თუ ეს ჩვენ არ გადავეცით ჩვენი ცოდნა და არ გადავეცით ეს აბსტრაქციაში ვამყოფეთ. შვილო წადი ეს დიპლომი აიღე, ის ჩემმა შვილმა დაამთავრა IT-შნიკია და კოდებს წერს. რის კოდებს რა, ზოგიერთ არ გეწყინოთ მშობლებო, თუ გინდათ გეწყინოთ. უნდა თქვენ თვითონ უნდა განვითარდეთ. მასწავლებელი ხართ, პროფესორი ხართ, ისტორიკოსი ხართ, მომღერალი ხართ, თქვენ თორე შვილებთან ავტორიტეტი არ გვექნება. არ გვექნება, ისინი ამას შეიძლება არ გვითხრა. მაგრამ ამათ, ხო იცით, აი თაობათა შორის კავშირს არღვევს ეს ციფრი. აი ეს ვირიშვილი. ერთი მხრიდან. მეორე მხრიდან ინსტრუმენტი თუ ჩვენ ვიყენებთ. თორემ ესეთი ეს ნარკოტიკია, ეს სასწაულია, ეს არის და ზოგიერთი მშობელი და ბებია და ბაბუა ყიდულობს. ეს თემაც მინდა წამოვჭრათ, თუ გაინტერესებთ, ამაზე ცალკე პოდკასტი ჩავწეროთ. აუცილებლად ამ თემას. როგორ თავისი ხელით ყიდულობენ ამ ნარკოტიკს და აძლევენ ბავშვებს და ბავშვებმა ითამაშონ. მერე ბავშვი ვითარდება გეიმერობისკენ მიდის და მერე უკვე всё ეს ყველაზე რთული ძნელად დაძლევადი ნარკოტიკია. ეს სასწაულია. იმიტომ რომ ქვეცნობიერებაში ჯდება და ის მერე მთელი ცხოვრება მიყვება. ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ მაინც. კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ ესე იგი. კიდევ თავიდან განმეორება ცოდნის დედა. აბა რა, აი გურულები, ნახეთ, რაღაცა ქონია ამ გურულებში. ბძნული, მე მეგონა მარტო მეგრელები იყავით. იმანჯული შვიდხმაში სიმღერა. შვიდხმაში. პირველი შექმნა და რეგისტრაცია ნებისმიერი სოციალური ქსელის თუ ინტერნეტ რესურსის. შემდეგი პროცესი არის უკვე აწყობა. უნდა ავაწყოთ, რა თქმა უნდა, რომ გამართულად ის რაც ტექნიკური მონაცემები საჭიროა, ყველაფერი უნდა იყოს აწყობილი. გამართული. შემდეგი ეტაპი უკვე კონტენტით შევსება. კონტენტი ვახსენეთ უკვე რა იყო და უკვე გადავდივართ მეოთხე ეტაპზე, რომელიც არის განახლება. ჩვენ მუდმივად უნდა განვაახლოთ ჩვენი კონტენტი. მუდმივად, ეს არის აუცილებელი პირობა. შემდეგი ეტაპი. მაგალითს გეტყვით. ზოგს დადებს თავის ავატარს და 5 წელი აქვს ის ავატარი. ნუ ესე იგი გასაგები ახლა დამცველი ვიც დაიცავს თავის თავს. მე არ მაინტერესებს, მე ვაკეთებ იმას, რაც მე არის კანონები, როგორ შეიძლება თუ შენ ციფრთან გაქვს კავშირი, ციფრული აზროვნება და ციფრული კანონები უნდა იცო და დაიცვა ისინი. всё, ხორჭი. შემდეგი ეტაპი. როდესაც უკვე განაახლებს მუდმივად თავის კონტენტს, მერე უნდა გააერთიანოს სხვა სოციალურ ქსელებთან. იმიტომ რომ დღეს მარტო Facebook-ზე არ უნდა ვიყოთ აქტიურები, უნდა ვიყოთ როგორც Instagram-ზე, TikTok-ზე და სხვათა შორის YouTube-ზეც. YouTube-იც არის სოციალური ქსელი. სხვათა შორის ვერ გაპატიებელ. რა ვთქვი, სხვათა შორის. სხვათა შორის მე YouTube-ზე. იცით რა გაგებით? თქვი, ბევრმა ხო არ იცის YouTube-ის დანიშნულება. გონიათ ინტერნეტ რესურსი და ამ დროს არის სოციალური ქსელი. სოციალური ქსელი. და მაგ განხრით თქვი სხვათა შორის. ხო. და სხვათა შორის და ეს არის კიდე რატომ რომ მივახლოვდით Google-ს და მივახლოვდით YouTube-ს, მონეტიზაციის ყველაზე კაი ინსტრუმენტი საშუალებაა. ისე იგი ფულის გაკეთების. და ამიტომ აქ რას იქ ჩვენ ის თემები, რაც ფულთან მიგვიყვანს, რაც ჩვენი ტვინით, ჩვენი შრომით, ჩვენი ოფლით, ინტელექტუალური ოფლით, რაც მიგვიყვანს, ყველა უნდა იცოდეთ თქვენ, მეგობრებო. იმიტომ რომ ზოგიერთი ამბობს, აი სამსახური არა, ყველაფერი არ გვინდა, კაც სამსახური, აგერა, ყველას გაქვთ. კომპიუტერი, ნოუთბუქი, ყველას გაქვთ, ერთი და ზოგს ორი და ზოგს სამი. ოსორი. კი. YouTube-ი და უნდა გავაერთიანოთ სხვა სოციალურ ქსელებთან. ესე იგი, უნდა იყოს კავშირი და შექმნას სისტემა. ეს არის უკვე სისტემა, რომელზეც ჩვენ ამდენი ხანია უკვე ვლაპარაკობთ და აწი კიდევ უფრო ხშირად და ბევრჯერ ყოველ დღე შეიძლება გამე მუზა მომივიდეს და გამოვიდა პირდაპირ ეთერში. Digital marketing Georgies გვერდზე. მოდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი ეტაპი იყო შექმნა, რეგისტრაცია. უნდა შევქნათ. მეორე ეტაპი იყო აწყობა. უნდა ავაწყოთ და გავმართოთ იგი. მესამე ეტაპი უკვე კონტენტით შევავსოთ. მეოთხე ეტაპი კონტენტი განვაახლოთ მუდმივად. მეხუთე ეტაპი უკვე დავაკავშიროთ სხვა სოციალურ ქსელებთან და ჩამოვაყალიბოთ ერთი სამუშაო სისტემა, ხო?
და ბოლოს უკვე ყველაზე მარტივი პროცესი გამოყენება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამის. გენიალურია, გურულებს გაუმორჯოს, ჩამოასხე. ვიდეოს რო დავასრულებთ ალბათ. მუშაობის დროს არ ვსვამ. მუშაობის დროს არ. ესე იგი ეს 6 პროცესი გვჭირდება. უნდა ვიცოდეთ ამ ყველაფრის გამოყენება, უნდა ვიცოდეთ შექმნა, უნდა ვიცოდეთ აწყობა, უნდა ვიცოდეთ კონტენტის შევსება, მუდმივი განახლება და ამ სისტემაზე მუშაობა. ერთი კითხვა მაქვს ესეთი. გითხარით თქვენ არ მოგვისვინოთ მეგობრებო. ეს ადგილი ეყოფა შენს iPhone-ში. ყველა ფოტო და ვიდეო წავშალე რა. წავშალე ყველა. წესით გვეყოფა. წესით. ძვირფასო მეგობრებო, უყურეთ, ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ პროფილზე. პროფილზე, ესე იგი კერძო მოხმარების რესურსი. აი კერძო მოხმარების რესურსი. დაგვირეკეთ დათო კალანდაძეს, იგივე დადუ და დავით ქარდავას. მოვალთ სახში, განსწავლით, გაგიკეთებთ, გაგიკეთებთ. უყურეთ, სწავლებაზე მე ვიღებ ჩემ თავზე, სწავლებას ბატონო. ათო ასწავლის გურულა. მე ავიღებ სწავლებას ჩემ თავზე. ხო, იმიტომ რომ მე სწავლის თავი არა მაქვს, უკვე დავით ძალიან ახალგაზრდა არის ამისთვის. რა არის? რაღაც ისეთი ტონით ლაპარაკობ შენ, ვერ გავიგე, ძალიან ახალგაზრდა. მე მივხედავ ბატონო. ამ საქმეს. ძალიან. სხვათა შორის მოსწავლე ყავს, სად? ლონდონში. უკვე პირველი მოსწავლე ყავს ლონდონში არ ყოლია ჯერ, ახალ ზელანდიაში ყავდა. იქაც მონახა გურული. იქაც მონახა ზელანდიაში. დათო, ესე იგი პროფილი. ეხლა თქვა, რამდენ გაკვეთილში ასწავლი და გაუკეთებ ადამიანს, შენ აი ადამიანმა დაგირეკა, გითხრა, თქვა საათში არის 20 ლარი, ხო, თუ თქვა, 1 საათი 20 ლარი. 1 საათი 20 ლარი, მიხვალ, ან სადმე შეხვდები კაფეში, ან სადმე coworking-ში, ხო, TBC, ყველა ბევრი საჭირო. ეს ამ ხრივ საქართველოს ძალიან კარგ პირობებს გვთავაზობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაო სივრცე არის, სივრცეები არის, ხო. შეგვიძლია დავკავდეთ ჩვენ ბანკებმა გააკეთეს, აგერ TBC-მ გააკეთა კონცეფტი, სოლო გააკეთა საქართველოს ბანკმა, სხვა ბანკებიც მისდევენ ახლა, იმიტომ რომ ყველას უნდა დამატებითი დივერსიფიკაცია გააკეთონ. გამიგეთ? და ამიტომ თქვენს დივერსიფიცირებული ხელფასიც გააქვთ, თითქოს მუშაობთ სადღაც ინსტიტუტში ან სკოლაში, მაინც გახდით თანამედროვე, იცოდეთ რა უნდა ამას, ეს ცოდნა ყოველთვის დაგჭირდებათ, ყოველთვის. რატო? ადამიანმა აწყო აქვს პროფილი. შემდეგი ეტაპი რა არის? რომ 5000 მეგობარს მიაღწიოს, ხო? იმ ადამიანმა მუდმივად უნდა დადოს კონტენტი, რაც წეგან მახსოვდეთ, ჯერ მესამე ეტაპი შექმნის შემდეგ კონტენტი უნდა დადოს, ხო, რა თქმა უნდა, რომ დაიმატოს ეს 5000 მეგობარი. ხო. მაგრამ იმისათვის, რომ რაოდენობა გავზარდოთ ამ მეგობრებს, ანუ 5000-მდე რომ მივახციოთ, ამისთვის ჩვენ მეოთხე ეტაპი გვჭირდება, ძალიან ბევრი კონტენტი უნდა დავდოთ მუდმივად. არ აქვს მნიშვნელობა ფოტო იქნება ეს, ტექსტური მასალა, ვიდეო მასალა, სტორები, ყოველდღიურად უნდა განვაახლოთ, მინიმუმ 3 პოსტი უნდა დავდოთ და არ აქვს მნიშვნელობა განსაზღვრული, რომ მაინც და მაინც იმ კონკრეტულ საათზე უნდა დადოე, პირველ საათზე შუადღეზე და არა დილით 9-ზე, იმიტომ რომ მაშინ ყველას გვიძავს, არა ფანტაზიები ეს. საღამოს ჯობია, იმიტომ რომ ყველა იძინებს და ყველას არ აქვს მნიშვნელობა, ყოველდღიურად უნდა დაიდოს 3 ან უფრო მეტი, რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო კარგი იქნება. აბა, უყურე, ეხლა მინდა ამ კონტენტზე რაღაც იმას ვქო, აი კომბინირებული კონტენტი როგორაა, რას ნიშნავს? როდესაც არის ფოტოს თანყვება რა აპისანია, აღწერა, აი ამ ფოტოსი, არის ტეგები, ამას ყველა ინსტრუმენტებს, იცავ, ყურეთ, ყველა ჯდება ჩვენი სისტემის განმარტებაში. ინფორმაციულ კომუნიკაციური, ინტელექტუალურ კომერციული, სოციალურ ეკონომიკური და საზოგადოებრივ პოლიტიკური მაგისტრალების შექმნის ტექნოლოგია. 1+7. მთელი სისტემა. ეხლა რა არის აქ რთული? თუ რამე რთულია, დაწერეთ კომენტარში, გააზიარეთ. ოღონდ უცენზურო სიტყვები არ ვილაპარაკოთ, ოღონდ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, იმიტომ რომ ძალიან გაუბრაზდებთ ჩვენ გურულები და მეგრელები ძალიან ფეთქებადი ხალხი ვართ. ფეთქებადი ხალხი ვართ, ხო, განსაკუთრებით გურულები. განსაკუთრებით გურულები. ხო, ამიტომ
კულტურის ფარგლებში, ცდილობის ფარგლებში ყველაფერი დაწერეთ, ნებისმიერი კითხვა. პირდაპირ ამ ვიდეოს ქვეშ, რასაც თქვენ ახლა უსმენთ და უყურებთ და ამიტომ დაგვიჯერეთ, ერთხელ დაგვიჯერეთ, რომ ეს პროცესი თქვენ ტვინში რომ დაიწყება, თქვენ ვერ ეს იგივეა, რაც ისწავლოთ მანქანის წაყვანა. რამხელა სიხარული იქნება. აბა რა, როდესაც თქვენ თქვათ კონტენტის დროს, აი თქვათ ეხლა 8 მარტია, ხო? აი თქვათ თქვენ გააკეთებთ ვიდეო კოლაჟს სურათებიდან თუ გინდათ თქვენ შვილისთვის, შვილიშვილისთვის, საყვარელი ადამიანისთვის, გაზაფხული მოვიდა, ისწავლით გადაღებას, ისწავლით მისგან ვიდეოს გაკეთებას, ისწავლით პირდაპირ ჩვენ ახლა ეს ცალკე თემაა, პირდაპირი ტრანსლაციები, იმიტომ რომ ამას ბევრი პლუსი აქვს, უფრო კომერციული რა თქმა უნდა. აქ ეს ყველაფერი ჯდება ციფრული აზროვნების მაშინ სივრცეში. თუ ციფრული აზროვნება არ გეგნათ, იჯექით და იყავით და იკითხეთ. სააკაშვილმა ჭამა დღეს პატარა ბიჭმა, თუ არ ჭამა, როგორ ჭამა, ხო მე რო ჭამა მე რა გააკეთა და ემას მივსდიოთ ვინ რა თქვა და ვინ რას უპასუხა. ეს არის თვითმკვლელობა. არ გინდათ კაცო, არ ჯობია გავაკეთოთ ისეთი ჩვენ მალე მივალთ იქამდე რომ გასწავლით ფულის კეთებას. ფული უნდა ვაწარმოოთ ტვინით. უნდა ვაწარმოოთ, უნდა შევქმნათ ეს ფული და განსაკუთრებით უახლოეს პერიოდში, როდესაც ყველაფერი გადავა ციფრულ ლარზე და კრიპტო ლარზე. შემდეგი. ეს პროფილი გვაქვს. შემდეგ Facebook-ზე რა საშუალებებს გვაძლევს Facebook? Facebook-ზე ჩვენ შეგვიძლია ჯგუფის შექმნა, group-ი ეგრეთ წოდებული. так, ესე იგი group, ხო? Facebook group. ეს რისთვისაა ეს Facebook ჯგუფი საჭირო? აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ, საკუთარი community-ის ჩამოსაყარებლად. community-ის ძალიან მიჭერები. თან group-ში ეგრეთ წოდებულ group-ში არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, შეგვიძლია მილიონი ადამიანის დავამატოთ. ხო შეიძლება? აბა რა, 10 მილიონი. იქ ეს community ახლა პოპულარული სიტყვაა, რატომ კარგად თქვა? რატო იცით? თანამზრახველები. აი თქვათ რაღაც თემა, ჯანმრთელობა შეეხება, სპორტ შეეხება, პოლიტიკა შეეხება, რომ მოდერირებს ისა და იქაც არის, იქაც იმას თავიდან რეგისტრაცია არაა საჭირო. ეს თქვენ აბამთ ამას თქვენს პროფილს. თქვენი პროფილით ადმინისტრატორი და თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ სხვაც ადმინისტრატორს, მეტი ადმინისტრატორი გეყოლებათ, მით უკეთესია. ადმინისტრატორები და მოდერატორები. და რაც მეტი პოსტები დაიდება, მით უკეთესია. რაც მეტი საინტერესო იქნება ეს თემები, მეტ უკეთესად გააზიარებენ, დაალაკებენ და მოხდება ინფორმაციულ, კომუნიკაციული და შემდეგ ეტაპზე ინტელექტუალური, კომერციული მექანიზმების შექმნა. ამიგეთ? ესე იგი, ჯგუფი. ჯგუფსაც თავისი კანონებია გაწყობის, ის უნდა შეიქმნა, ის არა რეგისტრაცია არაა საჭირო, მაგრამ ის იქმნება მიბმული თქვენ პროფილთან. ნახეთ რა, то есть დანართია, приложение. დანართი, დიახ. შექმნის შედეგად უნდა ავაწყოთ მე. რამე სირთული არის? არაფერი. თუ ადამიანმა იცის საკუთარი პროფილის შექმნა და აწყობა, ავტომატურად მარტივად პატარა ნაბიჯებით ციფრული აზროვნებიდან გამომდინარე უკვე ინტუიციურად გასაგები მომენტები ალგორითმია და ადვილად შეძლებ. მე ახლა ბევრი პროფესორი მე ვიცნობ ადამიანები გიგანტები არიან. მათ რომ წარმოაჩინონ თავის ჯგუფში ის ცოდნა რაც აქვს, უკვე მეტ ფულს გააკეთებენ ვიდრე უნივერსიტეტში რო დადიან და ლექციებს იმაში. მეტ ფულს გააკეთებენ. მაგრამ არ ჯერათ, არ იციან, ფანქრიწერელ, კოჰენორით, ასე თლიან 21 საუკუნეში. მე პასტა საწელგალები როდის მეჭირა ბოლოს, ეხლა არ დამიწყოთ, ეხლა ეს მოყვეცე. არ მგონია რომ დაგიწყო. არა? არა. არ დამიწყოთ. ცუდი არ თქვა. მარტო კაი. პოზიტიური და ეს პანკრების გაწმობ რაჯობია კოჰენორს. რაჯობია, მაგრამ თავარი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მეგობრებო, თქვენ რომ ჟურნალისტი ხარ და კაი სტატიებს წერთ, კაი ვიდეო გადაცემთ, თქვენ შეგიძლიათ ეს მე გაგიდოთ. გაგიდოთ საინფორმაციო, ამას ცალკე კომერციალიზაციაზე ცალკე ვილაპარაკებთ. ესე იგი ჯგუფი. Facebook group. შემდეგი რესურსი რომელია?
შემდეგი რესურსი, რომელიც ჩვენ Facebook-ზე გვაქვს, ეს არის fan page. Fan page, რას ნიშნავს fan page? Fan page ეს არის ფანი. ფანი როცა ხარ ადამიანს, აი მოყვარული როცა გიყვარს ადამიანი. მაგალითად, ხუჩა კვარაცხელიას fan page, ანუ ხუჩა კვარაცხელიას, ვისაც უყვარს ხუჩა კვარაცხელია. მაგათთვის განკუთვნილი ხო, ვინც გულშემატკივრობს, ვინც ყველა ეგ სიტყვა ვერ გავიხსენე. ხო. Fan page სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ განსხვავდება გრუპისგან, მაგრამ არის მაინც პატარა ძალიან მცირედი განსხვავებები. Page-ზე, გრუპში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ cover photos გაკეთება, ეს უკანა ფონის დიდი გრძელი რო არის, ოთხკუთხედის სახით. და fan page-ზე ჩვენ შეგვიძლია როგორც გავუკეთოთ cover photo, ასევე პროფილის ფოტო. და იქთან შეზღუდვები არ გვაქვს. შეგვიძლია მანდაც ბევრი ადამიანი და აი რა ძირითადი განსხვავება რომელია? ძირითადი განსხვავება? ჩავჭერი. ჩავჭერი გურუჭი. ძირითადი ისაა დათო რომ ჯგუფი გახსნილია, შეიძლება რა თქმა უნდა იქ არის პუბლიჩნი, ესე იგი საზოგადოება. ჩაკეტილი და გახსნილი, ხო? არის ასეთი ის, მაგრამ მე ყველას თავისუფლად გახსნილი. ეს ზოგიერთ რო იტყვის მე კონფიდენციალ მეგობრებო, დღეს პროგრამებია ლამაზი ცხენი, ან ლამაზი ბავშვის გამოსახულება, ან ბუნების. ჩატში მიიღებთ მესენჯერში და ტუალეტში რასაკეთებთ ის გამოჩნდება. არ დაუჯეროთ ვინც იმას, ვინც გეუბნებათ რომ თქვენ შეიძლება რამის კონფიდენციალობა იმას აკნათ. ყველაფერი ჩას, ისეთი ალგორითმია სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ რესურსებში. რა თქმა უნდა, არაფერი არ იმალება. არაფერი, პირიქით, რაც უფრო გახსნილები იქნებით, მით უკეთესია. ნუ ეს ჩემი რეკომენდაცია რა თქვენ, თუ გინდა, ხო, დაკარგეთ დროთ იმაზე, რომ იმას არ გამოვაჩენ, ახლა იმას დავბლოკავ და ის მიბლოკე და ის მოვბლოკე. ნუ ეს უკვე შიზოფრენიის პირველი ეტაპია. ხო. ეს იგი რით განსხვავდება page და ჯგუფი? page არის მუდმივად ღია. ნუ ყველა შეუძლია თავისი პოსტის დადება. ყველა page-ს. ხო და იქ მერე ნასტროიკებია, როგორ ხო, პარამეტრები და ჩასწორება. ხო, რომელიც შეიძლება ადმინისტრატორის გარეშე დაიდოს, შეიძლება ადმინისტრატორის ის ჭირდებოდეს, ნებართვა დაჭირდეს. მაგრამ გახსნილი რესურსია უფრო, მაგრამ page-ზე თქვენ მასე ვერ დადებთ. არ დაიდება. ამიტომ თქვენ თითქმის ცალმხრივი, თქვენ შეიძლება იქიდან გააზიაროთ, კომენტარი დაწეროთ, დალაიკოთ და ასე შემდეგ. მაგრამ იქ არის ოძივები, გამოხმაურები, თუ ის მოდულები განსხვავდება შიგნით, არსებული მოდულები სხვადასხვაა. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ. მეგობრებო, რთული არა მე? არაფერი. არაფერი არა რთული. თუ გერთულებათ, აგერ ყავართ გურული მასწავლებელი და მოდის ჩემთან. ხო, გურული მასწავლებელი და მიდით ამას. სწავლებაზე მე ვირებ პასუხისმგებლობა. შენ, აბა მე გამანებებ თავი. მე უკვე ნერვებია, მეგრელების და იცით, ძალიან სუსტი ისა გვაქვს ნერვული სისტემა და ამიტომ ხო და რადგანაც სუსტი მოგვანდეთ გურული. ერთი გურული ხო მოგიმზადეთ, რა გინდა დღეს გამანებებ თავი. აცი მე ხო, აცი მეულის. თან სამენოვანია. რუსული, ინგლისური და ქართული, ხო. ასე რომ page. ეხლა page-ზე ბევრი შეიძლება ეს ცალკე საერთოდ ყველა თემა ცალ-ცალკე შეიძლება გავხსნათ. ეხლა ზოგიერთმა ჭკვიანმა შეიძლება ასე თქვას, რომ ეს ჩვენ ყველაფერი ვიცით. არის ასეთ ხალხი. მაგრამ ის ვინც ლაპარაკობს ვიცით, იმას უნდა კონდეს ის რაც იცის და შეეძლოს იმის გაკეთება. ოსტორიო? აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ მოდით ისევ არ შევეჯიბროთ ერთმანეთს. ჩვენ არ გეუნებით ჩვენ გვინდა, იმიტომ გვაქვს ეს ცოდნა, რომ ეს ცოდნა გვინდა გავყიდოთ. რომ თქვენ იყიდოთ, თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, ბებიებმა, ბაბუებმა და ჩვენ შევქმნათ ეს კომიუნიტი და რაც თავარია, სულ პოზიტივი. რა თქმა უნდა. არანაირი ნეგატივი. არავითარი ნეგატივი, არავითარი პოლიტიკა, არავითარი ის რაღაც ეს ვინც აი ამას აკეთებს, მეგობრებო, უყურეთ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ერთი, ძალიან სერიოზული ადამიანის ოჯახის წარმომადგენელმა ისიაგინა ჩვენს თაობას, მაგრამ აქო მისი მშობლები, თავისი მშობლები. თაობას აგინებს. და მშობელს ადიდებს. თუმცა ვერ მივხვდი ეს.
და თავი გონია რომ რაღაცას სერიოზულს იმას მოფიქრება უნდა და ეს უნდა ამოანთხიოს ადამიანს. მეგობრებო, არავის არ ჭირდება ჩვენი რა ქვია ეს რუსები რომ უმნიჩენია. აი ესეთი იცით რაღაც დარი ესენი აი ეს თქვენი ხავით კომუნისტები ისინი იყვნენ. მეგობრებო, სოციალური ქსელი ეს არის თქვენი გულის და სულის და ტვინის და ინტელექტის და თქვენი გამოცდილების გაზიარების საშუალება რომ მიაწოდოთ კარგი მივაწოდოთ ერთმანეთს. სწორია რა. ის რაც ლამაზია, ის რაც ამდენი დრო, ამდენი ენერგია გვაქვს უკვე ჩვენ თაობაზე ვლაპარაკობ და პოზიტივი ვწეროთ რა. მაგრამ არის მეორე ისა, სადაც პოზიტივი გონიათ ქებაი და რაღაცას ლაპარაკობენ. მეგობრებო, აი გეუბნებით ასეთ ხალხისგან იღავით შორს, იმიტომ რომ ისეთი შპრიცით გაგიკეთებენ ამ ინექციას, რომ მე არ მოგშერდებათ არასდროს. ამ თემაზეც ცალკე დავწეროთ, ხო, ფსიქოლოგია, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, ეს ძალიან აუცილებელი და საჭირო რამაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ესე იგი, შემდეგი მოდული რომელია? შემდეგი მოდული fan page-ის მერე არის უკვე event. ისთვის არის ღონისძიებების დასაგეგმი. ძალიან ძლიერი. ძალიან ძლიერია. იქაც იგივეა. აი მაგალითი მოგევი. მაგალითად ქორწილი გაქვთ. და გეზარებათ დარეკვა ახლობლებში და event მოდულს შექმნით. და იტყვით რომ აი ქორწილი მაქვს მეგობრებო და ვინც ყავთ მეგობრებში ყველას მოიპატიჟებთ. და დღევანდელ პერიოდში ეს სახიფათო იქნება. მაგრამ რეალურად. ხო, ყოველ შემთხვევაში პრეზენტაცია გაყიდვებისთვის, რაღაც კონფერენციისთვის, ნებისმიერი ღონისძიებისთვის არის ძალიან კარგი მოდული, ივენთი, რომელიც მერე უკავშირდება თქვენს რესურსებს, ბევრი ნიუანსია. იქაც საჭირო აწყობა, ესე იგი, რა რეგისტრაცია არ უნდა შექმნათ ესა. მერე აწყოთ ისე მხედრადვილია. ანუ ეს მესამე პროცესიდან, არა, მეორე პროცესიდან მიმდინარეობს. ხო, მეორე ნაბიჯიდან. უკვე დარეგისტრირებული რეგისტრაცია არასაჭირო. უნდა შექმნათ, უნდა მოაბათ, აწყოთ, შეავსოთ კონტენტს, განაახლოთ და ბოლოს გამოიყენოთ და მე გეუბნებით, გურულები გენიოსები არიან. კალანდაძე, ბატონი, დათო, იგივე დადუ, იგივე დავითი, იგივე გურული. მეგრელის მოსწავლე. ყველაზე მთავარი გამორჩა. ხო, Facebook-ზე კიდე ბევრი საინტერესოა. მაგალითად, ერთი ძალიან საინტერესო რესურსია. Marketplace. ვინც ხართ ვაჭრები, ვაჭრუკანები, აი ჩვენ ვართ ვაჭრუკანები, ვაჭრები. ვიზაც თუ Marketplace კარგად გამოიყენებთ, მეგობრებო, რაც სულად გიდევთ, ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. აი გაქვთ რაღაცა ძველი ან ახალი პირიქით ჩამოგივიდათ ან გაცვალეთ ვინმე აჩუქათ რაღაც არ გჭირდებათ. ხო სწორია? აბსოლუტურად. იქაც რა უნდა გააკეთოთ? ჯერ შექმნათ კონტენტი შეავსოთ, იმიტომ რომ სხვანაირად როგორ გაყიდით, მიუთითოთ ფასები, კატეგორია, ბრენდი, აღწერა დაუწეროთ და გაავრცელოთ მერე. იქ ისია მომული, თქვენ შეგიძლიათ ბევრი ჯგუფებია, ყიდვა გაყიდვები. სადაც შეიძლება უფასოდ დაპოსტოთ. თუ არ შეიძლება უფასოდ, ადმინს მოველაპარაკებით, ეს უკვე კომუნიკაციის ელემენტი, ადმინს მოველაპარაკებით და ის დაგვადებინებს თავიანთ. ხო. ხოს მეგობრებო, არის ხალხი დღეს, ვინც ამას კარგად იყენებს და გამოიყენეთ თქვენს და გამოგვიყენეთ ჩვენს, გასწავლით ამას და ჩვენ მარტო კი არ გასწავლით. გაგიკეთებთ. აგიწყობთ ყველაფერს. კონტენტსაც შეგიქმნით. შეგიქმნით კონტენტს, ფოტოს, ვიდეოს, სკრინშოტს, ყველაფერს. და თან ამას გაგიკეთებთ თქვენ თვალით რო ხედავდეთ. თქვენ თვალწინ. თქვენ აი ხინკალს რო აკეთებ, ხედავ ხარ რა ხორცდებს, ხო? დაკეპა, ყველაფერი გააკეთა თვალს, ან ხაჭაპურს რო აკეთებს, ხალბატონი რო ხედავ რა ყველია. ახლა გურული კაცი მომაშივა. გურული ის გურული რა ქვია იმას? გვეზელი. გურული. რაღაც ერთი გურული ღვეზელია და მოვივიდა. ჩვენი ელარჯი, ელგებჟალია, მეგრული ხარჩო. ეტა რა გაუყვა მეგრელას.
დონა თოდუასთან რესტორან ციტრუსში. თუ სამასე არ გადაგვიხდეს, მაგრამ შეიძლება ელარჯი გვაჯამოს. ელარჯი ხო ვიყავით. ელარჯი კუპატი. კუპატი. იცით სად არის ციტრუსი რესტორანი? თავრობის სახლის უკან. სასტუმროა ციტრუსი და რესტორანი ციტრუსია და იქ ჩემი სახელით, მეგრელის სახელით თოდუა, კაი, ეს არა გურულს არ მიიღებენ. გურულს ხო, მაინც. ხო და მეგრული, ესე იგი ხوار დაურეკოთ, ხوار წავიდე. დიდი ხანი არ გვინახია. მოვიკითხოთ მე. მოვიკითხოთ. ხაბადონა ნონა, ადგილი გააქვთ რესტორანში რომ მიგვიღოთ გურული და მეგრელი? არა, იქ დათოცნა წავიყვანო. ეხლა კისა ჩამოვა ოსის სეპარატისტ ველოდებით ეხლა ცოტა შორის ოსის სეპარატისტზე მოვა უკვე. ხო. მოდი ბატონო დავით, ეხლა ჩვენ შევაჯამოთ ეს თემა, ძალიან არ გადავხვალოთ ჩვენი მაყურებლები, ჩვენი პირველი ვიდეო მაინც და აი საბოლოოდ აი ერთი კარგი შევაჯამოთ მე და თქვენ აი Facebook-ი. Facebook-ის მე ასე შევაჯამებდი, ასე იმას ვუზამდი. აბა გისმენთ ბატონო, აი მეგრული. თუ თქვენ გიყვართ თქვენი თავი. უბრალოდ როგორც დედაჩემი 87 წლისაა და Facebook-ზე ურთიერთობა აქვს რაღაც. აი პროსტა გინდათ გაერთოთ. ეს გართობაც უნდა იცოდეთ. მაგრამ ყოფნა Facebook არ გამორიცხავს პირიქით აჩვენებს თქვენს კომპეტენციას გამოყენების მიზნით. ესე იგი, დაგვირეკეთ 20 ლარი ერთი ხაჭაპური, 20 ლარი ერთი საათში გაგიკეთებთ ყველაფერს და გასწავლით აი ამას თუ ნოუთბუქი გაქვთ ან კომპიუტერი, როგორ გამოიყენოთ. რაც თავარია კიდე ჩვენი პლუსი რა არის. ჩვენ უცებ შიშებს ვხსნით. ყველანაირ კომპლექსებს ხო? ყველანაირ. როიცით რა, ხალხი აი მე ეს არა, ეს ჩემი ეს მე არ გამოვდგო. ფსიქოლოგიური, იცით ჩვენი ფსიქოლოგიური ვექტორი როგორია? თავიდანვე არ ვიღებ თქვენ შიშებს. გამიგეთ? ზოგიერთი ფსიქოლოგი ხო არის, აი ჯერ თვითონ კიდე უფრო შეგაშიდებს, კიდე უფრო დაგრუზავს და მერე ნელ-ნელა გაგტვირთავს. ხო და Facebook-ზე, ესე იგი, რატო როგორ მინდა დავამთავრო, რომ თუ გინდათ აჭრობა, თუ გინდათ, აი даже გაქვთ რაღაცა თქვენი პეიჯი, ფან პეიჯი, ხო? დაგვირეკეთ, დიაგნოსტიკას გაიკეთებთ. თავიდან ხო, აგიწყობთ. და იმიტომ რომ დაგვიჯერეთ, რომ აბსოლუტურ უბრალოდ არც აწყობილი არ აქვს და რაცხა, აი ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ აიო 1000 ლარს უხდისო, არა 800 ლარს უხდიო, უხდის კომპანია მარკეტოლოგებს, ხო, მარკეტოლოგებს კვირაში მხოლოდ 2 პოსტს დებენ. 2 პოსტს დებენ და 800 ლარს ღებულობენ, ესე იგი თვეში 8 პოსტი. და ისიც პოსტების ხარისხი ახლა თქვენ შედით ჩვენს გვერდზე, ჩვენს digital marketing george-ზე ნახეთ ჩვენი თქვათ ლოგოტიპის, დიზაინის, ყველანაირი დონე ნახეთ. და ნახავთ მე გაფორმება მუსიკალური გადასვლები, იქ ბევრი ნიუანსებია. ამიტომ დავამთავროთ ასე დათო. ვისაც გინდათ რომ პერსონალური კარგი აკაუნტები რო ქონდეს, სოციალური ქსელები. Facebook-ზე ვლაპარაკობ. Facebook აკაუნტი დაგვირეკეთ, გაგიკეთებთ და გასწავლით გამოყენებას. მეორე, გინდათ თქვენი ბიზნესისთვის ან კერძო მოხმარებით, რომ ჟურნალისტი ხართ, ან მსახიობები ახლა ისეთი ასპარეზია მსახიობისთვის, ისე პოპულარული შეგიძლია გახდეთ და მე მონეტიზაციაში გადაიყვანოთ და ფული გააკეთოთ. ყველას დღეს პრობლემა ნომერი 1 არის ფულის გამომუშავება. ხო და ეხლა ჩვენ დავიწყეთ, ეხლა ჩვენ დიდი ხანის სწავლას მივყევით სკოლებში, მაგრამ მე ვხედავ ჩავლებია, ასწავლებლები რაღაცას არავის სწავლა არ. და ამიტომ ეხლა ჩვენ გადავედით კეთებაზე. ვყიდით ჩვენ მომსახურებას, ჩვენ ცოდნას. ჩვენ ცოდნას ვყიდით და ვასწავლით მაშინ, როცა უკვე გონებით მივხვდა, რომ ჯობია მე ჩემი დავждები ამ საჭესთან და მე ჩემით დავიწყებ ამ პროცესის მართვას, როგორც შენ მართავ ავტომობილს, ხო სწორია? ასე რომ Facebook-ი საჭიროა, აუცილებელიცაა, მაგრამ საჭირო და კიდევ უფრო აუცილებელია, რომ იქ სწორად იყოს წარმოჩენილი და გამოიყენოთ და როგორც
დათო გალიგაშვილი ალაპარაკობს, სარგებლიანად გამოიყენოთ ყველა ეს საშუალება, რაც Facebook-ი გვაძლევს. კარგად შევაჯომა ბატონო დავით. როგორ გააკეთე? ასე. ევროპულად ძალიან. ევროპულად. გაიხარეთ ბატონო დავით. გაიხარე დავით. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და ჩვენ მუდმივად ყოველდღიურად ჩვენ ეს YouTube-ში დავდოთ ახლა. ყველგან აბსოლუტურად. ყველგან. ყველგან. წარმატებებს წარმატებებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.